გიორგი, ვინმეს თუ სესხი აქვს და თქვათ გარდაიცვალა, მე რა ხდება? ჩვენი კანონმდებლობით ვალებიც მემკვიდრეობა, ანუ აქტივებთან ერთად ვალდებულებებიც გადადის მემკვიდრეზე, ეს არის ერთგვარი პაკეტური შეთავაზება, ქონებას ვიღებ და ვალებს არ გამოვა, ან ყველაფერს იღებ, ან არაფერს. და როგორც წესი, გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში წყდება მემკვიდრეობის საკითხი, ეგრეთ წოდებული სამკვიდროს გახსნით. მოიცადე და სესხლზე სიცოცხლის დაზღვევაც ხო არსებობს? სესხის გაცემისას უკვე ფაქტობრივად სტანდარტულად კეთდება სესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ყოველთვიურად სესხთან ერთად ამ თანხასაც ვიხდით ჩვენ და თუ სესხებელი გარდაიცვლება, სადაზღვევო კომპანია სრულად და ნაწილობრივ ფარავს ამ სესხის თანხას და ოჯახს ეს ტვირთი შორდება, თუმცა გასაცვალისწინებელია, რომ გარკვეულ შემთხვევებში არსებობს გამონაკლისი და სადაზღვევო კომპანია არ იღებს ვალდებულებას, რომ დაფაროს ეს სესხი. მემკვიდრეობაზე უარის თქმა არ შემიძლია? კი, როგორც თქვით, შეგიძლია, მაგრამ ყველაფერზე უნდა თქვა უარი ქონებაზეც და ვალებზეც. მარტო ქონება დაიტოვა და ვალები არა, ეგრე არ გამოვა. ასევე, თუ მაგალითად დაგჭა 10,000-ის ქონება და ვალი არის 15,000-ის, შენ კრედიტორი ვერ მოგთხოვს 15,000-ის მთლიანად დაფარვას, მაქსიმუმ 10,000-ის დაფარვა მოგთხოვს ის, რაც გერგო მემკვიდრეობით. იცი კიდე რა მაინტერესებს?